დაიცავი საქართველოს წევრები კახა მიქაია და ალექსანდრე მოლოშია სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მათ ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრა. მიქაიამ და მოლოშიამ სასამართლოს განუცხადეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც დაიცავი საქართველოს წევრები გუშინ დააკავეს, სასამართლოსგან მათ სიტყვიერ გაფრთხილებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ლაურა მიქავამ პატრულის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კახა მიქაია ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალთან მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173 მუხლით და ამავე მუხლის საფუძველზე მას სახდების სახით განისაზღვროს ჯარიმის 400 ლარის გადახდა. აი ამ ფირნიშებს მე ახლა გადავწემ გამგეობას. ნება იბოძონ და აღადგინონ ქუჩის სახელწოდება. თუ არ აღადგენენ, ჩვენ დავიწყებთ აქციებს საკრებულოსთან და გამგეობასთან. შეგახსენებთ, რომ დაიცავი საქართველოს წევრები კახა მიქაია და საშა მოლოშია გუშინ 18 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდაღუების ფაქტზე დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა გრიგოლ ქობალიას ქუჩაზე სახლის სანომრე ნიშნებს თვითნებურად ცვლიდნენ.